ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატები ამბობენ, რომ მმართველი პარტიის სირცხვილია, როცა პრეზიდენტ სახალხო ზეიმზე აქტივისტებს მიუგზავნი, რომ შეურაცხმყოფელი გზავნილებით ქვეყნის მთავარსარდალი ცენტრალური მოედნიდან გააძევონ. კადრებში, რომელიც შაბათის ეთერმა გაასაჯაროვა, კარგად ჩანს ქართული ოცნების პარტიული აქტივი, რომელიც სალომე ზურაბიშვილს აგენტს ეძახის და თავისუფლების მოედნის დატოვებას მოითხოვს. რუსთაველზე, სადაც პრეზიდენტი იდგა ხალხთან, ჩვენ ბევრი წელი ერთად ვიდექით და გავდიოდით იმ ბრძოლის გზას. სალომე ზურაბიშვილი ამ გზას კიდევ ერთხელ გაივლის და გაივლის ისევ ხალხთან ერთად, ხოლო ისინი, ვის დროებით აღმოჩნდნენ სრულიად დაუმსახურებლად მართვის სადავეებთან, ისტორიაში დარჩება ძალიან დიდი სირცხვილის კადრად. სალომე ზურაბიშვილის მოქმედებები, განცხადებები და დაანონსებული პოლიტიკური აქტივობა არჩევნების წინ ოცნებისთვის საფრთხეა. მმართველი პარტიის ლიდერები პირდაპირ ამბობენ, რომ სცენაზე სახალხო ზეიმის დროს პრეზიდენტი სპეციალურად არაუშვეს და ამით შური იძიეს სალომე ზურაბიშვილზე, რომელიც ოცნებისგან ევროკავშირის მოთხოვნების შესრულებას მოითხოვდა. რას ქვია არმიეთსა უფლება, რას ნიშნავს? რატო უნდა გამოსულიყო? ძალიან დიდი ბოდიში, რატო უნდა გამოსულიყო? მე რა ქვეყნის პრეზიდენტი გამოდიოდა იძახდა, რომ ქვეყანას სტატუსს არ იმსახურებდა. რა ლოგიკით მეუბნებით მაგას, რომ უნდა გამოსულიყო ჩვენს ღონისძიებაზე? სიტყვით. ოპოზიცია ამბობს, რომ პრეზიდენტის წინააღმდეგ ბრძოლა პოლიტიკური ანგარიშსწორების ნათელი მაგალითია. ქართული ოცნება ამით მთელი მსოფლიოს წინაშე საქართველოს თავს ჭრის. ჯერ იყო იმპიჩმენტი და ახლა პრეზიდენტის ეროვნულ ზეიმზე არ შემჩნევა. ოპოზიციის აზრით ივანიშვილის პარტია სამარცხვინო ნაბიჯების რეკორდს ხსნის. პრეზიდენტი არის ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებული ფიგურა, მათ შორის განსაკუთრებით საქართველოს საგარეო კურსის და ევროატლანტიკური მისწრაფებების დაცვის საქმეში, თუ ის გადაწყვეტს სერიოზულად, რომ ახალი პლატფორმიდან გააგრძელოს საქმიანობა, შემდეგ შეგვეძლება ამაზე რომ ვიმსჯელოთ. თავისთავად მე ვფიქრობ, რომ კარგია, რომ ის დაუახლოვდა ხალხს და ზოგადად მგონია, რომ ეს უნდა იყოს სტანდარტი ხელისუფალისა. პრემიერი, რომელიც სცენიდან დაცვის თანხლებით გამოდიოდა საკუთარ შავ ავტომობილამდე, რომელიც იქვე იდგა, მას არ შეეძლო ხალხთან კომუნიკაცია. ჩვენ ხედავთ პრეზიდენტს, რომელსაც არ ეშინია ხალხში გასვლის და რომელიც ევროპული პოლიტიკოსებით დადის საყიდლებზე და იქცევა ისეთი ადამიანებით, როგორებიც ვართ ყველა ერთ. თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ, ხვალ ის ტოვებს პრეზიდენტის სავარძელს და უერთდება პირდაპირ ფართო საზოგადოებრივ ოპოზიციურ მოძრაობას არჩევნების წესიერად ჩატარების და ნორმალური წესიერი ხელისუფლების მიღების მიზნით, აქაც მისი როლი შეიძლება იყოს გადაუჭარბებლად ძალიან მნიშვნელოვანი. პრეზიდენტი ოცნების პოლიტიკურ ანგარიშსწორებას დუმილით ხვდება. ახლა სალომე ზურაბიშვილის სტრატეგიული მოთმინების ლოდინშია. მას უკვე დაანონსებული აქვს, რომ თავის სათქმელს 2024 წლის არჩევნების წინ იტყვის და თუ საჭირო იქნება პოლიტიკურ პარტიასაც შექმნის.